ბარბარობა გვიახლოვდება და მოვამზადოთ ლობიანი. მე უნდა ვაღიარო, რომ ჩემი პირველი ლობიანი მე არ გამომივიდა. ერთ ხრიქს გასწავლით, სომს უნდა ჯანი. სომს გააჩნია. ორი ვერსია იქნება, მარხულთათვის და არა მარხულთათვის. საერთოდ ლობიანს ბევრი ჩალიჩი არ უნდა. აი, მე სასწაულის სურნელი აქვს. პირველად ხედავ ლობიოს მსგავს სიტუაციაში და გაოგნებული ვარ. თუ თხელი იყო, აუცილებლად შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა. ლობიანისთვის რომელი ლობიო უნდა გამოვიყენოთ? რა კარგი კითხვა და დროული იყო. რაც შეგვიძლია კიდე უთხრათ, რომ სასურველია, თავიდან ეგრე რატო არ დაიწყე? ხო, შემეშალა. ცეცხლი ვარ მე სამზარეულოში. მოგესალმებით, დღეს ყავს ძალიან კარგი სტუმარი, თიკა როსტიაშვილი, რომელიც არის, როგორ ვთქვა, ფუდბლოგერი, ხო? ეს ძალიან ისეთ. აი, ხაზი რო გავუსვი, კაია. ბევრი უკვე ისე საუბრობს, რომ პროფესიონალები არიან, მაგრამ ფუდბლოგერობა ძალიან საინტერესო პროფესიაა, ხო? უკვე იქცა პროფესია. შენი გამოცდილება გაგვიზიარე მაგ თემასთან დაკავშირებით. სხვათა შორის საპასუხისმგებლოა რაღაც მხრივ, იმიტომ რომ დისციპლინა უნდა ყველაფერს, რომ აი მაყურებელი როგორ დაინახავს შენს მომზადებულ კერძს, რამდენად ესთეტიური იქნება, თუნდაც კერძი, თუნდაც სამზარეულო, სერვირება ძალიან მნიშვნელოვანია. უკუგება ქონია დაუშვათ შენი გამომწერების გარო, შენი რეცეპტით მოუმზადებიათ და დაუშვათ ან რამე არ მოსწონებიათ, ან უფრო მოსწონებიათ. ბევრს მოუმზადებია ჩემი რეცეპტებით კერძები და პირიქით სულ მიზიარებენ და მახარებენ, რამდენად კარგად გამოსდით. თუმცა, აი, აღდგომის პერიოდში პასკა ცოტა რთული ამბავია და გაურისკე პასკას? პასკას ვაცხობ მე ყოველთვის დიდი ბების რეცეპტით და გამოდის ძალიან მძიმე და ნოტიო პასკა ისეთი როგორც უნდა იყოს. თუმცა ყველაფერი არის მაინც ხელზე, ზილვაზე დამოკიდებული და უკვე გეცოდინება რომ ტექნოლოგიებიც, ხო? თიკა გადის, ახლა კურსებს ძალიან დაინტერესა პურფუნთუშეული და ზუსტად ეგ შეგირჩია, აგერ ფქვილია და წყალი არის. ძალიან მიყვარს ცომთან ურთიერთობა. ბარბარობა გვიახლოვდება და მოვამზადოთ ლობიანი. აქ ორი ვერსია იქნება ლობიანი, ნუ ცომი ერთი იქნება, თუმცა მარხულთათვის და არა მარხულთათვის იქნება ორი ვერსია და ვიწყებთ ცომის მოზელვით, რა თქმა უნდა, ახლა მაყურებელს უნდა აუხსნათ როგორ ვზელთ, თუმცა უკვე მოზელილი მაქვს, გუნდებათ გამზადებული, რომ დრო არ დაგვეკარგა, დილით მოვზილე და აქ გვაქვს 1 კილო ფქვილი, იქნება 65%-იანი ჰიდრატაციის, ანუ კილოზე 650 გრამი წყალი. 65% კიდე გამომეორდები არის დამწყებთათვის, ახლებისთვის ყველაზე კარგად სამუშაო ცომი, იმიტომ რომ რაც უფრო უმატებ სიცხეს, უფრო რთულად სამუშაოა ცომი. 650 გრამი წყალი გვაქვს, 10 გრამი აქტიური საფუარი, 10 გრამი მარილი და 5 გრამი შაქარი აქტივაციისთვის, კარამელიზაციისთვის და ბოლოსკენ ცოტა ზეთს შევმატებ. ერთ ხრიქს გასწავლით, მე მიყვარს, როდესაც ცომსაზელი აკეთებს ამ ყველაფერს, იმიტომ რომ სულ სხვა სტრუქტურის გამო. მე ძალიან მომეწონა უკვე ცომსაზელთან. ხო, მივხვდი, რა ყოფილა. უბრალოდ მე ვცდილობ, რომ გავაერთიანო, ფქვილი აღარ დარჩეს ჯამში. ხანდახან ხშირ შემთხვევაში ხელსაც არ ვისვრი ხოლმე, აი ჩანგლით ვიწყებ მორევას და მასა რო გაერთიანდება აღარ ვეჭიდავები. უბრალოდ მოურია გაერთიანი და წყალს კიდე დავამატებ. აქ უკვე 650. ხო. კი. ლობიოც, რა თქმა უნდა. ძალიან მაინტერესებს ლობიო. მშრალი უნდა იყოს. მე უნდა ვაღიარო, რომ ჩემი პირველი ლობიანი მე არ გამომივიდა. შენ მომიყევი, ეგ იმიტომ რომ ისეთ ცომს შევეჭიდე, რომ ძალიან რთულ ცომს შევეჭიდე იმ პერიოდში, როცა ამის გამოცდილება არ მქონდა, მოვამზადე ფენოვანი ცომი სახლის პირობებში და ფენოვანი ლობიანი ძალიან კრახით დამთავრდა მოკლედ რო ვთქვათ. მაგრამ თუ თვითონ შიგთავსი? ხო, და აი შიგთავსიც არ გამომივიდა რა მოკლედ და ეგ მაინტერესებს. რა პრინციპით მოამზადე? გავატარე მე ლობიო. თუმცა რაღაცნაირად წყლად წავიდა. არაფერი არ დავუმატე? ხახვი, მოთუშული და კარაქი. და მაინც ხო, აი რაღაცა არასწორად გავაკეთე, თუმცა შარშან გავაკეთე, ჩემი მორიგილობიანი ის იყო, ოღონდ ამჯერად უკვე ფენოვანი ცომით არა, აი ასეთი. და ის იმანი ვარგა. ძალიან კარგი გამომივიდა. სხვა შემთხვევაში, როდესაც ცომი არა სასურველი,
ფარშიც ვერ ახდენს საკმარისად მომზადებას. ან ზედმეტად მზადდება. ამიტომ მოდი დავაბრალოთ ისე იმ შენ ფენოვან ცომს და არა ხო, შიგ მეც თავს. უფრო ეგრე მგონია. ხო. და მე მიყვარს ტაფაზე მუშაობა. ხაჭაპურის შემთხვევაშიც და ლობიანის შემთხვევაშიც, ვიდრე ღუმელში გამოცხობა, უფრო გემრიელია ჩემთვის. ხელით ხარ გადავიდე მოძულაზე თუ? შენ თუ არ გეზარება, გადადი. არა, მე მიყვარს ცომთან ურთიერთობა. აი ესე ჩანგლით რომ მოურევ და ქვილი რომ მოშორდება კედლებს, მე ვანებებ თავს, ვაპლასტიკებ, გადავდებ. მაგ დროს გლუტენი ხო თავისითაც მუშაობს, შენ რო ახლა ზილო და ზილო. და გადადებ 1.5 საათი თუ გინდა 1 საათი და მე ერთს კიდე რო გადაზილავ, აი უპრეალესი ცომი გამოდის. სიტყვაზე მინდე. მაგრამ შენ ისე ამოვნე, მთავარია პროცესი. მე ლობიო გუშინ მოვხარშე. აქ არის 1 კილო ლობიო, რომელიც მოხარშვის შემდეგ ყოველთვის ორმაგდება, ესეც გავითვალისწინოთ. ერთხელ შეუცვალე წყალი, გამოუცვალე და დანარჩენი წყალი აი აქ გადმოვწურე, იმიტომ რომ დამჭირდება, რომ შევათხელო თუ დამჭირდა. ხვდები? მე ეხა ერთი ვერსია იქნება სამარხო, რომელსაც ხავს მოვთუშავთ ზეთში და იმას ჩავამატებ, თუმცა თავის სითხესვე დავამატებ, რომ უფრო თხელი მასა გამოგვივიდეს და სისველე კონდეს უკვე გამომწვარს. ბავშვობიდან დაიწყო ჩემი ცომთან ურთიერთობა. დედა როცა ხაჭაპურს ან ლობიას საცხობდა ხოლმე, ცომს ყოველთვის მევძელდი. არ ვიცი, აბრალებდა ჩემს ენერგიას, ჯანს. ჯანი გაგდა შენ მოზილეო და ცომს უნდა ჯანი. ცომს გააჩნია. რა კაია. დგავარ, არაფერს არ ვაკეთებ და აგერ იზილება ცომი. მე ძალიან მიყვარს თქვენი გადაცემა, დამავიწყდა. მადლობა. ის რომ აღმენიშნა. ერთგული მაყურებელი ვარ და ჩემი საყვარელი ეპიზოდი თქვა რომელი იყო? რა თქმა უნდა. ხინკლის. მართლა? გააკეთე, გატესტე ჩვენი მეთოდით? ხინკას არ ვაკეთებ სახში, იმიტომ რომ ცოტა მეზარება. მაგრამ აი თქვენი მაგ გადაცემის ყურებით ძალიან მისიამოვნე მართლა. და ერთხელ ცადე ჩვენი ხათრით. იქნებ არ ვარგოდა. ეხა ხავს მოვთუშავ. ხო, მეორე ვარიანტი გვექნება უკვე არასამარხო. სადაც გამოვიყენებ კარაქს და მოხარშულ ლორს. მეც ბევრს არაფერს. საერთოდ ლობიანს ბევრი ჩალიჩი არ უნდა. რაჭაში ბევრი სიარულის შემდეგ ასე ამბობენ, რომ თავარი არის მუცლის კონზე იყო მან ყველაფერი დამოკიდებული, ხორის მუცლის კონზე და ის ერეოდა ლობიოს. ერთი კბილი ნიორი უქენი, ერთი დიდი თავი ხახვი, ეხა კონდარს დავამატე. უცხოს უნდა სმელქინს, პილპილს და თან გაიხსნე მაგემოები. მოკლედ მე ბარბარობაზე ლობიანის რეცეპტს აღარ გადავიღებ თქვენი რეცეპტით. გავაზიარებ ჩემს ბლოგზე და იქნება არ მოგწონს. ჯერ დაველოდოთ. რაღაც ეჭვი მეპარება უკვე ისეთი. სუნი წამოვიდა. ჩვენი მთავარი განსხვავება რაც იქნება, გრილზე ვაკეთებთ ლობიანს. გაიგია? და ძალიან გამიკვირდა პირველად რომ დავინახე. ქვა მაქვს სპეციალური, რომელიც ამაში ამ ხოს რო ამოვიღებ, ამას ჩავდგამ, გახურდება და ამაზე დავაწყელებ და დავაცხობთ ზეთ ღუმელში და ცოტა არომატსაც აიღებს. აი ხა სუნელებით ზეთთან ერთად და ხავთან ერთად რომ მოვთუშეთ, უფრო გაიხსნება და უფრო არომატული იქნება. მე მგონი ცომს ეყოფა. კი. დავასვენოთ. ნახე, აქ ხო გვაქვს ახლა 2 კილო გახდა ეს. ნახევარს ჩაუშვებ აქვე ზეთში, თან ცივია მაცივარში მეტყვი რო შევინახე და ცოტა გათფეს რომ ჩავჭყლიდავთ, კარგად წამოყვეს. აჰა. აბა ჩავხედოთ რა შვება ჩვენი ლობიოს ფარში. მე მოიცა. პირველად ხედავ ლობიოს მსგავს სიტუაციაში და გაუგნებული ვარ. აუ რა, კაი, სუნიც კაი გამოუშვა. ძალიან. ეხა გადმოვიღოთ და ჩავჭყლიდოთ. კონდარი მოუხდა ძალიან. კიდე რა ვუქენით? უცხო, ხმელი კინძი, პილპილი, შავი, მარილი და კონდარი. შენ ჩამოცლაში დამეხმარე. აჰა.
ამაში კიდე გავაკეთებ მეორე სახის ლობიოს. ეს უნდა ჩავჭყლიდოთ, ხო? კი, ეგ უნდა ჩავჭყლიდოთ. და თუ არ დაგეზარება, მე მანამდე მეორე ლობიოს არ ჩავუშვებ. მეზარება მსგავსი რაღაცები. აქ მაქვს ის მეორე ნახევარი დარჩენილი. იქ ცოტა ცხიმი ხო არის, ცოტა ქონდარის გემოც ისენი ხო შერჩა. პირიქით რო გამეკეთებინა, იქ უკვე ცხოველური ცხიმი იქნებოდა, სამარხო აღარ გამოგვივიდოდა. ამას ახლა ამაში ჩავუშვებ. აჰა. აქ ხომ მაქვს დაჭრილი ეს მოხარშული ლორი. ამასაც ჩავუშვებ. თავის ცხიმსაც გამოუშვებს და არომატებსაც. აიმე სასწაულის სურნელი აქვს. და ასევე ჩვენი საყვარელი ლურპაკის კარაქი. ალბათ გსმენია თუ ჩვენ გადაცემს უყურებთ და სიუჟეტებს, ყოველთვის არის იქ ლურპაკი და მომხმარებელიც ვარ. გეცოდინება მაშინ ყველაფერი ბევრს აღარ ვილაპარაკებ და აი ამას რო ჩავაგდებ, კიდე უფრო ბლანტი და სასურველი გახდება და აი ეს დამიჯერე შეცებული ძალიან კაი კონსტიტუციის იქნება. კარაქის რაოდენობას რამდენად აქვს მნიშვნელობა იმაზე, რომ ლობიო არ იფშხნებოდეს მერე, აი ლობიო. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. 82 გრამია ეს კარაქი კილო ლობიოზე. ქალაქში რო იყიდება ლობიანები, ცნობილები, არაცნობილები და სამარხო რო არის და ყურივი მასა აქვს შიგნით, რა თქმა უნდა, კარაქს არავინ არ იყენებს. ორი მიზეზის გამო ძვირია და სამარხო აღარ იქნება და სპრედს იყენებენ ან მარგარინს. აუ, რა კაი მასა გახდა ეს, რა კარგად ჩაგიჭყლეტია. ეს ცოტა რო შეგრილდება, უფრო გამკრივდება, ნუ შეგეშინდება, რომ თხელია და თუ თხელი იყო, აუცილებლად შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა პურის ფქვილი. და ცოტა შესხელდება. ვისწავლე. შავ პილპილს დავაყრით თქვენის ნებართვით. აჰა. და მარილსაც მანდვე უზა. ვისაც გრილი არ გვაქვს, შეგვიძლია მოვამზადოთ ტაფაზე უბრალოდ ეს ყველაფერი. ხო, იგივე პრინციპი, უბრალოდ არომატი არ ექნება იმ კვამლის. თიკა, სანამ თბები ძალიან რო არ გაცბე, მე შემიძლია შემოგთავაზო ცივი Starbucks-ის ყავა. მე გრილთან ესე გრილდები ხოლმე. ხან მინდოდა ყავა რაღა დაგიმალოთ. ცომი უკვე იქეთ გუნდებათ მზად არის. ხო, რაც შეგვიძლია კიდე უთხრათ, რომ სასურველია, რა წონისაც იქნება ცომის გუნდა, მინიმუმ იმდენივე იყოს ფარშიც. შიგთავს. ესეც უკვე თიკა მე მგონი მზად არის და შენი დახმარება აღაც დავჭირდება. აი კარაქის ამას კიდევ უფრო კარგი სუნელი აქვს. თან ლორი აქვს. აუ. და ის ძველი სუნელები რაც ქვაფში იყო, ისიც აითვისა და ძალიან კაია. ამასობაში მე ქვას დავდებ, რომ გახურდეს კარგად, რომ მე ხელი არ შეგვეშალოს. აჰა, ქვაც მოთავს და სანამ ქვა ცხელდება, ეს ჩვენი ფარშიც გაცივდა და საქმე წინ წავიდო და დავაგუნდაოთ. გავამზადოთ უკვე. ამ საქმესაც მე მომანდობთ? ეგ შენ მე ამას ერთობლივად ძალებით. ხო, მოყევი ახლა შენზეც. გავიგე რომ ჩემი სკოლა გაქვს დამთავრებული, მაგრამ იმის იქეთ თქვენი სკოლა გაქვს დამთავრებული, 2 უნივერსიტეტი, თუმცა თავიდანვე რომ კულინარიისთვის მიმეხედა, ჩემთვის უფრო წარმატებული იქნებოდა, ასე მგონია, იმიტომ რომ არასდროს არის გვიანი, ხანდახან უკეთესიც არის. მგონი კარგი. კი. ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ. თავარი ეგ არის. ჩემს სამზარეულოში კეთების დროსაც და ახლა უკვე როცა დიდ სამზარეულოში შევიხედე ამ სწავლის პერიოდში, ძალიან კარგი ყოფილა, აი ძალიან. და მომწონს ეს პროცესი და ნახოთ მომავალში რას და როგორ ვიზამ, თუმცა ჩემი ბლოგი ვახსენო, რა ბლოგი მაქვს, რა ქვია, ჩემს. კი არ უნდა ახსენო. მაგით უნდა დაგვეწყო. მაგით თიკას Yummy Kitchen ესე ვარ Instagram-ზე, TikTok-ზე და Facebook-ზე. Instagram-ზე ყველაზე აქტიური და რა ვიცი, გემრიელი რეცეპტები მაქვს. ძალიან კაი, ყველა გურული, ბებოგურული და მათი რეცეპტები. თავიდან ეგრე რატო არ დაიწყე? ხო, შემეშალა. გურულობა ხო იცი დედით გადადის? კი. ასე რომ გურული ყოფილი. ცეცხლი ვარ მე სამზარეულოში.
აუ, უნდა ვთქვა, მე და თიკას რა სკოლა გვაქვს დამთავრებული. შენ დროს არ ვიცი რა ერქვა. მაგრამ სრული სახელი. სრული სახელი უნდა ვთქვა. ვაი. მე და თიკას გვაქვს დამთავრებული ქალაქ თბილისის კეთილშობილ ქალთა და ვაჟთა პანსიონი, სკოლა IB-მთიები. თუმცა ეხა უკვე IB-მთიებია, მაგრამ მე რო ძალიან პატარა ვიყავი და ჩემ დროსაც შენ ესე დროს, იყო. და ვიყავი კეთილშობილი. კეთილშობილი. ანუ რაინდი არიყავი? ნახე, აი რა გამახსენა რაინდი. ჩვენ რაინდობის დღესასწაულიც ჰქონდა, სადაც მე-6 კლასამდე გოგუები ცალკე სწავლობ ცალკე კლასში. შენც გვერდითა კლასის გოგუები, რომლებიც ერთად არ ვიჯიქით, ირჩევდნენ იმ წელს რაინდ ბიჩს. სამწუხაროდ საბედნიეროდ არასდროს არ მომიწია, მაგრამ ერთხელ გადაწყვიტა გოგუების კლასმა მთელი კლასი რაინდები ხართო და მაგაში გავერიე. ეს საინტერესო. და ფიციც მაქვს დადებული. მაქსურაც ამოვანათებ, იცი რომელ დროშაზე მაქვს ნამთხევი და ფიცი დადებული რომ რაინდი ვიქნებოდა. წითელი დროშა რო იყო, შავი და თეთრი. მე ვარ გურიისა და სრულიად დასავლეთ საქართველოს ჰერცოგი. რიკოც იქეთ. ლობიანისთვის რომელი ლობიო უნდა გამოვიყენოთ? რა კარგი კითხვა და დროული იყო. ამ შემთხვევაში მე მაქვს გამოყენებული, რა თქმა უნდა, გურულა, ან ბათუმურა. და ნიშნულობა აქვს თუ არა? კი, ცხიმიანობა განსხვავდება რა. სამწუხაროდ დიდი წილი ყაზახეთიდან შემოდის ეგ გურულაც ბათუმად. აი შულავერას ვერ დავუბრუნავ, მართლა გულწრფელად შულავერათი ლობიო ვერ გამოდის, თვაც კარგი. ცომი მზადაა, მოსვენებულია. შენი გუნდები უფრო დიდია. დავაპატარაოთ. ცოტა ფქვილი შენ, ამან ხელი არ შეგვიშალოს გაყრელებაში. მან ცუდიან, კარგიან რაღაცა ის კი არ იყო, რომ კეთილშობილ ქალთა და ვაჟთა პანსიონში სწავლობდი. უბრალოდ სენსიტიური იცი რა იყო, რომ რომელ სკოლაში სწავლობ, ბრატ და აი მან აი რა რუსულად უნდა გეთქვა რამე ციფრი, მაგრამ ვერა, იმიტომ რომ უნდა დამეწყო, რომ ჩემო ძმაო მე კეთილშობილ ქალთა და ვაჟთა პანსიონში სწავლობდა. მან დანული კონდა. ავტომატურად. ამის შეხვევა ახლა ჩემგან არ გესწავლება, ხო? კიდე. ეს ვიცი. ძალიან კაი, ცოტა ცივია ცომი, იმიტომ რომ მაგრამ ძალიან ფაფუკი და რბილია. ცოტა ზეთი დავამატე, 20 გრამი. კაი ხო? კი. გავავრტყელეთ არასამარხულობიანი. ახადო? მან რამდენი გრადუსია? 240. აჰა, ზუსტად ეგაა, რაც გვინდა. შენ უნდა გააკეთო აქ თავარი ამბავი, ვიცი. აი ეს. აბა. შენ ხوار დააკრავ. მოდი. მე მანამდე სხვებს გავავრტყელებ კიდე. თან მაყურებელს გავახსენებ დასკვნის სახით რა გამოვიყენეთ. ესე იგი 1 კილო ნედლი ლობიო მოვხარშეთ გურულა, გახდა 2 კილო. 2 კილო რომ გახდა, წვენი არ გადაუვარე, მაგრამ არც დამჭირდა წვენი, თუმცა ყოველთვის საჭიროა რომ არ გადაასხათ ვაი და გამოგადგეთ. სამარხო ვერსიაში ერთი მოზრდილი, მოდი ვთქვათ, თავნახევარი ხახვი დავჭერი კუბიკებად და ზეთში მოვთუშე, ბევრ ზეთში მოვთუშე, რომ ცხიმი შეეძინა კიდე ამ ლობიოს, დავამატეთ ქონდარი, ჩაის ковზი, ქინძი დაფქვილი და უცხო სუნელი ნახევარი ჩაის ковზი და ერთი ჩაის ковზი დაღერღილი პილპილი. მარილიც ვუქენი, მაგრამ მარილი ეს ჩემი სუსტი წერტილია და ინდივიდუალურია, თქვენ გემოვნებაზე მოარგეთ მარილის დაყრა. ეგ იყო და ეგ და ქვაფშუე მოვთუშე ლობიო, რაც უკვე მოხარშული მქონდა. მეორე ვერსია არის იგივე ყველაფერი, უბრალოდ ქვაფში მხოლოდ კარაქი და ლორი მოხარშული. თქვენ შეგიძლიათ ასევე, როდესაც ლობიოს მოხარშავთ, აი ერთ პირ წყალს რო გადაუქცევთ და მეორეს დაასხამთ, იქვე ჩააგდოთ ლორი და ლორთან ერთად მოხარშოთ. მე ის ლორი ამოიღოთ და ლორიც გაატაროთ, თუ ხორცაკებ მანქანაში აკეთებთ, ლორიც ჩააყოლოთ და ცოტა კარაქიც დაუმატოთ.
კონსილიუმმა ვიმსჯელეთ აქ და 250 გრადუსზე კი ქონდა ღუმელი, მაგრამ ჩვენ დაგვავიწყე იმის გათვალისწინება, რომ ქვა უფრო გაცხელდებოდა. ამიტომ ცოტა პირველი ვერსია შეგვებრაცა. მაგრამ ეხა ამოვაგდებთ. მაგრამ მეორე მხრიდან არის იდეალური, აი. მე სანამ შენ მაგას უსვამ, მეორეს დავაგდებ, რომ მე მაგაზე დავადოთ ზემოდან, რომ ჩაცხვეს. აი მე სასწაული გამოვიდა. ოჰოჰოჰო, აი უკვე პირველმა შეცდომამ ვიჩვენა და ნახე შევუხედეთ. აი, ზუსტად ისეთია, როგორიც უნდა იყოს. ესე იგი, აქეთ დავაწყობთ არასამარხუებს და იქეთ სამარხუებს. კაი, ამასაც გადმოვიღებ ახლა. ზეთიან ვერსიას და ამას პატარა ზეთს მოვაპყუე. რომელ დღესასწაულზე გიყვარს სამზადისი უფრო? სამწუხაროდ თუ არ ვიცი რა დავარქვა, ესე მზადება მე სახში არ მიყვარს. იმიტომ რომ იმდენად გადაღლილი ვარ ამ ყველაფრით, რომ სახში კიდე იგივე ვაკეთო, ცოტა ისა დამღლელი და როდესაც რესტორანში მუშაობ, თითქმის ყოველი დღე ერთნაირია, მაგ დღესასწაულს ვერ გამოყოფ რა და ისე მიყვარს საახალწლო ფუსფუსის სახლში რო არის. დიდი ან პატარიანი რაღაც საქმეში რო არიან ჩართულები. აბა შევუხედოთ. იფ. ნანატრი დრო დადგა. შენ შეახვიე სამარხო, ხო? და შენ დაჭერე სამარხო. სამარხო ესენი. ეს არა სამარხოა. რამდენ ნაჭრად გავჭრათ? 4-ად. დიდი ნაჭრები. აუ, გემრიელად და სუყეთ. ძალიან კაი ცომია მე მგონი. ძალიან რბილი, აფუკი. დავიწყო უკვე თუ დაგელოდო. მეც ვიწყებ. ერთად. დავიწყეთ. აბა. ესე. მივაჭახუნოთ. ეს ძალიან კაია. რითი არის კარგი ეგეც თქვი ხა უბრალოდ სიტყვაზე რო არ გენდოთ. იდეალური. აი ძალიან კარგი ცომია, ზუსტად ისეთია როგორც მიყვარს რა, რბილი და შიგთავსი არის მარტივი. არაფერი რო არა აქვს, არ ემჩნევა უფრო სწორედ, მაგრამ ამ დროს გემოების ბუმია. ზაფრად არა გამოკვეთილი რომელიმე? არა. აი ტექსტურა თვითონ, ლობიოსი. აუ, კაია, უბრალოდ იმასაც გავსვამ. არ მიყვარს ლობიანს, რო ემჩნევა მოთუშული ხახვი და ასე შემდეგ. არაფერი არ ემჩნევა და ამ დროს გემოების ბუმია. ქონდარი ხო არა გამაღიზიანებელი? არა. პირიქით ძალიან ხვდება, მე არასდროს არ გამიკეთებია ქონდარი ლობიანში. ეს არის რასაც დაიმატებ და ეს არის ჩემი სისუსტე. მარი? და კიდე უფრო გაიხო. აი, ვისთვის მაგით არ ვშვები მე ასე მარილს. თქვენ გემოზე აყარეთ მარი. კი. აუ, კაია, მართლა კაია და აი აუ, ეს ტოპ. ხო, არა სამარხო. ნახე თვითონ ახლა სამარხოსზე ვიძახი, თვითონ ფარში როგორი რბილი და რაღაცნაირი ფაფუკი და ნაზი არის. ვაიმე, ეს ძალიან გემრიელია. მან მარილის კარგადაა. ხო? აქ ოკეი. ცოტა მეტია. აუცილებლად უნდა გამოიწეროთ როგორც ყოველთვის სტანდარტულად და ისედაც ჩემი სკოლელის და კოლეგის ინსტაგრამი, ხო? თიკას Yummy Kitchen. თიკას Yummy Kitchen. ვისაც ამოგიგდოთ ან თიკა რო გააზიარებს და ნახავთ და ვაი და არ ქონეთ რეჰანი კუკინგ გამოწერილი, ის უნდა გამოიწეროთ და დაალაიქოთ. თქვენთვისვე არის კარგი, იმიტომ რომ კაი რაღაცებს ისწავლით და მოგინდებათ რომ ჭამთ. ძალიან დიდი მადლობა. იმედია კაის გულისხმობ. ძალიან გემრიელია. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან გამიხარდა შენი სტუმრობა. ვიხალისეთ მეც ძალიან გამიხარდა. და გემრიელადაც დავამთავრეთ. აბა დროებით.